დამოუკიდებელი მედია ცენტრი წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს. ფერმერის დღიური. ბოლო წლებში გავრცელებულმა დაავადებამ აფრიკულმა ღორის ჭირმა ძალიან ბევრ ფერმერს უარი ათქმევინა ღორების მოშენებაზე. თუმცა არიან ისეთი ფერმერები, რომლებიც ნაკლებად უშინდებიან აი ამ რისკებს. ნაფიჩხოოს თემში ჩვენმა გადამღება ჯგუფმა კარგად გამართული მეღორეობის ფერმა აღმოაჩინა. აქედან ჩვენი გამოდადა დღეს ოდნავ იმენა. თავის დროზე დილით შუა დღეს საღამოს. გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ დანდებით? გამარჯობა, მოვდადით. მაგრადა ვარ. ზიარა. ბატონო სოფრო, საკმაოდ კარგად განვითარებული და საკმაოდ ძლიერი მეურნეობა გაქვს. რამდენი ხანია რაც ამ მეურნეობით ახართ აკავებთ? სულ რამოდენიმე თვე არის რაც ეს ფერმა გავაშინეთ. ძირითადად რა ჯიშის ღორები გყავთ? ინგლისურის ნაჯვარი ჯიში არის ძირითადად და ტახი ყავს ჰოლანდიური ჯიშის. როგორც გვიჩიეს ნაჯვარი არის უკეთესი და გადავდივართ ამ ჰოლანდიური ჯიშის ნაჯვარზე. თავიდან რამდენი სულით დაიწყეთ? ჩვენ დავიწყეთ სულ რაღაც 14 სულით. 13 ბურვაკები იყოფა და ერთი ტახი. და ეხლა რამდენი გყავთ? ეხლა დაახლოებით 80 სულამდე ყავს. მეხორცულზე გვაქვს უფრო მეტი გათვლა. ბატონო სოფრო, რატო თქვით ადგილობრივ ჯიშებზე უარი და რატომ მაინდა-მაინც ეს ჯიში? ეს არის ინგლისური ჯიშის ნაჯვარი. და ძირითადად ეს არის მეხორცეული ჯიში, ნაკლებად ხორესტენი შეიცავს. სად მოახერხეთ ამ ღორების შეძენა? ღორები შევიძინეთ, კახეთში თავიდან გათვლა ჰქონდა თითქოს და საზღვარგარეთიდან შემოგვიყვანა ის საუკეთესო ჯიშებს ეძახიან, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ ადგილობრივ, იმიტომ რომ ნაკლები თანხა დაგვიჯდებოდა. აღმოსავლეთში შეძენილი ღორები რამდენად შეეგუა დასავლეთის კლიმატს? რამდენადაც ჩვენი შეხედვიდან ჩანს, ეხლა აკლიმატიზაცია არ განუცდია ღორებს, მაგრამ იქ ერის საკვებით იყვნენ ძირითადად და ჩვენ აქ დასავლეთ საქართველოში ამებს ძირითადად შევეცადეთ, რომ მაინც სიმინძე გავანკეთეთ, სიმინდის იმაზე ორიენტაცია და აი ამ სიტუაციაში ცოტა გაგვიძნელად. უბრალოდ ეგ არის, რომ ცოტა ძის ამბავთან დაკავშირებით, როცა ქერის ნაჭამი არის სულ სხვა არის, როცა სიმინდის ნაჭამია სულ სხვა. ეს გამოიხატა იმ ამბავში, რომ დედაღორებმა ძე ვერ მიცეს ისე როგორც საჭირო არის და მაინც მოგვიწია ქერის შეძენამ და ნარივი რაციონის გაკეთება. ბატონო სოფრო, ამ სფეროში თუ გქონდათ გამოცდილება, მაგალითად ადრე თუ იყავით ამ საქმიანობით დაკავებული? არასოდეს არ ყოფილვართ ამ საქმიანობით დაკავებული, აბსოლუტურად გამოუცდელები ვიყავით და აქედან გამომდინარე თვით პრაქტიკამ გვიჩვენა ის ამბავი, რომ აუცილებელი არის ერთ-ერთ კომპონენტად ქერი რო შევიდეს ღორის საკვებში, იმიტომ რომ ქერი სულ სხვა შემსრულობა აქვს ვიდრე სიმინდს და ხორბალს. აი დღეს რითი იკვებებიან თქვენი ღორები? წამოვბრძანდით, დაგათვალიერებინეთ ჩვენი საკვების რაციონის ერთეულებს. ფერმერის დღიური. ძირითადად რა შედის მაინც საკვებში? ძირითადად მაინც სიმინდი არის, უბრალოდ ქერის შენარები გვაქვს, სიმინდი გვაქვს სიმინდის დასაფქვავი, დასაფშვნელი, ეს არის ჩვენი ბეღელი. და ძირითადად აქ გვაქვს მთელი წლის საკვები შენახული ღორებისთვის. მებრძანდით? მადლობთ. ძირითადად სიმინდი არის, ხო? ძირითადად სიმინდი გვქონდა აბაშის ყვითელი სიმინდი 40 ტონამდე, გვქონდა ჰიბრიდის რამოდენიმე ტონა. აქ ხდება აბსოლუტურად ყველაფერი ამის დამუშავება, დააფქვა, დააფშვნა. ბატონო სოფრო, რაც შეეხება კვების რაციონს, როგორ მიეწოდება დედაღორებს, გოჭებს და ტახს, თუ არის განსხვავება მათ საკვებში? განსხვავება არის საკვებში, რა თქმა უნდა. დედაღორები ძირითადად, როცა მაკეობის პერიოდში დღეში მიეწოდება სულ რაღაც 2 კილოგრამამდე საკვები, იმიტომ რომ მაკეღორები არ უნდა იყოს ძალიან მაძღარი და ძალიან მსუქანი, იმიტომ რომ თუ მას აქვს სიმსუქნე და თუ ზედმეტად ჭარბი წონა აქვს, მისი გოჭები გამოდის ძალიან პატარა. ამიტომ მაკეღორებს რაც შეეხება, მას მიწოდება ძალიან დაბალი საკვები, ანუ დღეში 2 კილომდე, როცა გოჭები ყავს, მაგ შემთხვევაში მიწოდება უკვე იმდენი, რამდენსაც აითვისებს თვითონ ღორი, რომ აი ძე რო არ შეაშრეს ღორს და მაქსიმუმი ძე მისცეს და კავალკად გამოგვიბოს გოჭები. რაც შეეხება ტახს, ის სხვა რაციონზე არის, ცოტა ძლიერი უნდა იყოს, ცოტა ჯანიანი უნდა იყოს და გოჭებსაც შეეხება, გოჭები ყავს ძირითადად მაქსიმუმ კვებაზე გადაყვანილი. მას საკვები არ უნდა მოაკლდეს. გოჭები იკვებებიან 3 დღეში. დილა, საღამოს და შუა დღეს. ძალიან საინტერესოა მათი შემადგენლობა. თუ შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ ზუსტად რა ერევა აბაშის ყვითელ სიმინდს? ძირითადად ჩვენ გადასულები ვართ აბაშის ყვითელ სიმინდზე. სიმინდთან ერთად შენარებში ვაკეთებთ ქერის შენარებს ვაკეთებთ ხორბლის გარკვეულ პროცენტს. ეს ძირითადად რაც შეეხება მშრალ საკვებს, რაც შეეხება წუნიანს?
წვნიანი საკვები არის ძირითადად დედაღორებისთვის, რომლებმაც უფრო რომ მიიღონ სველი საჭმელი, რომ ზე გამოყონ უფრო მეტად. ბატონო სოფრონ თქვენ ღორებს მაურზეც ეტყობათ რომ ნამდვილად ყვების დრო უწევთ და ცოტა არ იყოს საშიშია მათთან ესე ხელსარიელი მიახლოება. კი ბატონო. ერთად დავამზადოთ ის საკვები მასა რაც ეხლა კი ბატონო, ყველაფერს დაგათვალიერებინებთ, ყველაფერს თქვენს თვალწინ ვაჭმევთ ახლა საჭმელს და ვნახოთ. მაშინ დღევანდელი ყვების რაციონი ერთად დავამზადოთ. დავამზადოთ ერთად ბატონო. კი ბატონო. ფერმერის დღიური. სიმინდის დავშვით იწყება ჩვენთან მეღორობის საკვების დამზადება. შეიძლება მე საგეხმარებით ამოვძანდით ბატონო. აღარ საკმარისი არ ყოფილი. დავით აკიდი მართლაც და ვიდეო აი დაიფშნა სიმინდი უკვე და ამის შემდეგ რა ამის შემდეგ ხდება ამის დაფქვა დავქვა. წვრილ მასად. საფქვავი დანადგარიც არის, რომელიც ხორბალსაც ამუშავებს, სიმინდსაც, ქერსაც და ყველაფერსაც ფშნის საუკეთესო ხარისხად. ბატონო სოფრონ, რაც ეხლა დავამზადეთ, აი ეს მასა რამდენი სული ღორისთვის არის საკმარისი? ეს კილოობით უნდა გავთვალოთ, რამდენი კილო გამოდის და ამის მიხედვით მიეწოდება თითოეულ ღორს. ანუ დღეში მაინც რამდენი კილოგრამი სიმინდი შეიძლება? დღეში დაახლოებით ჩვენ გვინდა სადღაც 60-70 კილო სიმინდი ღორებისთვის, ქერი, ხორბალი და დანარჩენის გარდა. და უკვე სხვა დანამატი რა სახით ემატება? ქერი ემატება 20-25% და 10% ხორბალი. კარგით, მაშინ წავიდეთ და ეხლა უკვე კი ბატონო. კი ბატონო, და უკვე დავხვათ. გავაკეთოთ სრული მასა, რაც საჭიროა ღორისათვის. კი ბატონო, დავხვათ. ფერმერის დღიური. დაგეხმარებით და მაშინ ერთად ჩავიტანოთ. ჩავიტანოთ გენოცა. ჩავიტანოთ. და იქ ერთად შევურიოთ უკვე დანარჩენი სხვა დანამატი საკვების. ეს არის ძირითადად ჩვენი ფერმა. აქ არის რამოდენიმე კუბები დედაღორებისთვის, არის გოჭებისთვის ცალკე კუბები, არის ასკლეტილი ღოლების გოჭებისთვის ცალკე და აქ მზადდება ძირითადად საკვები. ეს არის უკვე ჩვენი დასაფქვავი დანადგარი, სადაც იკვება ჩვენი სიმინდი, ენერგიის ხვილი. სულილად არის დაფქული, ხო? ეს რაც შეიძლება წვრილად უნდა იყოს დაფქული, იმიტომ რომ რო არ იყოს დანაკარგი თვითონ საკვების და აბსოლუტურად როგორც პურის ხვილი ისე უნდა იყოს დაფქული. საკმაოდ წვრილად. საკმაოდ წვრილად. საკვების დამზადებას ვნახეთ, ერთად მივიღეთ მონაწილეობა და ეხლა უკვე თუ შეიძლება რომ სრული სახით მივაწოდოთ. აი ახლა მიგვესრულება უკვე არ არის საშიში ღორები და წამოვბრძანდით. ნამდვილად. ეს არის შველი მასა, რომელიც მიეწოდება დედაღორებს და ასკლეტილ გოჭებს. აი გოჭების რა საკითხი ხდება უკვე მშრალ საკვებზე გადასვლა. მშრალ საკვებზე გადახდება თვენახევარი 2 თვე მაქსიმუმი. მერე ხდება გოჭების სველ მასაზე გადასვლა. რა შეიძლება მშრალი საკვების გარდა მწვანე მასას თუ მიაწოდოთ? მწვანე მასა ჩვენ წელს განსაკუთრებულად იყო იაფი, კომბოსტო და კომბოსტო შევიძინეთ და კომბოსტო როგორც მწვანე მასა მივიცით. აი კომბოსტოს გარდა კიდევ რა მწვანე საკვების მიცემა შეგიძლია? აბსოლუტურად ყველაფერი მწვანე მასა დაწყებული, სამყურავი ვიღოთ, იონჯავი, ყველაფერი აბსოლუტურად მწვანე მასა რასაც ქვია. აი ამ ხელა დიდი საქმის წამოწყება მე მგონი მარტო გაგიჭირდებოდათ. მარტო კი, მაგრამ ყავს პარტნიორი ყავს, რამოდენიმე ადამიანი დასაქმებული ჩვენს მეღორეობაში, ყავს ვეტერინარი. ფერმერის დღიური. გაბატონო ნატო, ძირითადად რა დაავადებებია სამეგრელოში გავრცელებული? მოსახლეობაში დაფიქსირებულია ძირითადად ხურის ჭირი და წითელი ქარი. პათოლოგიური ანატომიური გაკვეთით აფრიკული ცხელება ჩვენს რაიონში არ დადასტურებულა. მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობს რაიონში. მე აცრილი მაქვს ყველა იმ დაავადებებზე, ისის საშიშროებაც არის აქ წითელი ქარი, ჭირი, აუესკა, პარატიტი. პასტეროლოზი დედაღორები აცრილი მოყავს პასტეროლოზი. გაბატონო ნატო, დამწყება ფერმერა, რომელიც აპირებს ღორების მოშენებას. რა რჩევებს მიცემდით მათ? პირველ რიგში საქმე უნდა უყვარდეს, უზომოდ, რასაც ხელს მოკიდებს. მერე გამოცილი სპეციალისტების კონსულტაცია უნდა მიიღოს. შენობა, ნაგებობა, კანალიზაცია, ვენტილაცია, დეზობარიერი უნდა იყოს მოწყობილი. მოდით გაბატონო ნატო, დავიწყოთ 10 ღორით. მაგალითად, ყავს 10 ღორი დამწყებ ფერმერს. დიახ. აი როგორ უნდა განვავითაროთ ფერმა, რომ ავიყვანოთ მას. დედაღორის საშუალო მოგება უნდა აიღო, მაინც გოჭების 8 სული უნდა მიიღო. გააჩნია ახლა ბაზარს. გოჭი შარშან წინ 120 ლარი იყო. წელს დაბალია ფასი. წელს მაქსიმალური ფასი 50 ლარია.
როგორ უნდა იყოს საყორე მოწყობილი, რომ ღორმა კომფორტულად იგრძნოს თავი? კაპიტალური შენობა, რა თქმა უნდა. ხის ქვის საფენი უნდა იყოს, კანალიზაცია, წყალი, ვიტამინების დახმარება და პერიოდულად ვაქცინაცია, რევაქცინაცია. ფერმერის დღიური. ბატონო ზაურ, საკმაოდ შრომატევადია აი ამ ბიზნესის წამოწყება. აი თქვენ თუ გქონდათ რაიმე გამოცდილება? პრაქტიკული გამოცდილება არ ქონია ჩვენ მეღორეობაზე. უშრომელი ადამიანი არ უნდა იყოს დღეს. მოვიფიქრეთ დავჯექით ჩვენ ბატონ სოფრობისთან ერთად და მოდი გავაშენოთ მეღორეობის ფერმა, დავასაგვოთ რამდენიმე კაცი. აი კმაყოფილები თუ ხართ, რამდენად გაამართლა ამ თქვენმა გადაწყვეტილება? ჯერჯერობით არ აუშავთ. მომავალში კარგად უნდა გამოვიდეს სახე. ბატონო ზაურ, თქვენ როგორც აღნიშნეთ, თქვენ ახართ დამწყები ფერმერი. აი თუ გადიხართ კონსულტაციებს უკვე გამოცდილ ფერმერებთან. კი, რა თქმა უნდა, გამოცდილ ფერმერებთან გავდივართ კონსულტაციებს, ჩამოდიან ქუთაისიდან, რამდენჯერ იყვნენ აქ ჩვენთან, იმათი კონსულტაციები მივიღეთ. რაც შეეხება ჰიგიენის ნორმებს, როგორ იცავთ და როგორ ახერხებთ აი ამ ყველაფერს? ჩვენ ყავს ვეტერინარი, ყოველდღიურ კონსულტაციებზე ჩამოდის, ყვაძეს კონსულტაციებს და იმის მიხედვით ვაკეთებთ ყველაფერს. ბატონო ზაურ, როგორც მოგიხსენებათ, ამ ბოლო პერიოდში ძალიან გავრცელებულია დაავადებები ღორის. როგორც ხედავთ, თქვენი ტერიტორია, თქვენი მეურნეობა საკმაოდ მოშორებული არის ცენტრალური გზიდან. კი, რა თქმა უნდა, მოშორებულია 200 მეტროზე უფრო მეტი მოშორებულია ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან მდინარეულის მესამე მხრიდან კიდევ ტერიტორია შემოკავებული და იქიდან მდინარეულის შეხება სხვა წყლებთან საერთოდ არ აქვს. ფერმერის დღიური. ბატონო სოფრომ, რატომ გადაწყვეტეთ მაინდა-მაინც მეღორეობა? შიშის ფაქტორი არის ძალიან დიდი, არა? ამის თქმა გინდათ. კი არის შიში. რომ ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელებული არის აფრიკული ჭირი. შიში ვერ იხსნეს სიკვდისა ნათქვამია ჯერ ერთი და მეორეც არის რომ საერთოდ რო რაღაცას აკეთებს საქმეს რა სიტყვაზე აი სოფლის მეურნეობის ნებისმიერი დარგი ავიღოთ მესიმინდეობა ან სხვა რაღაცა რო სიმის თესავ იქაც არის ათასნაირისა ყველაფერს უნდა თავისებურად გათვლა უნდა კონდეს რომ მიიღო იქიდან შედეგი და ახლა რისკი არსებობს მაგრამ ეს რისკი არ არის იმისათვის რომ შეუშინდე ამას და კრიზისში ცხვარივის გაუწყვეტია დიდი მადლობა კარგად ზამდებოდეთ დიდი მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებ დიდი მადლობა გისურვებ გამძლეობას გამრავლებას ჯანმრთელობას და ჩვენ კიდევ როდესაც გეწევით მომავალში უფრო გაძლიერებული და უფრო ფეხზე დამდგარი ფერმით კი ბატონო შემდეგისთვის ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენ მოსვლას და შეიძლება მწვადით დაგვხვდეთ და მთელი ავავით და მთელი ამბავი გაიხარეთ დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ კარგად ზამდებოდეთ მომწონს კარგად იყავით ფერმერის დღიური. მოგზავნით? გამარჯობათ. მოგზანდებით. მადლობა. ბატონ დავით, საკმაოდ დიდი ღორები ყავთ. საინტერესოა რა ჯიშია? კი, დიდი ღორებია, უკრაინული ჯიშის ღორებია. ჩვენ სახლში ეხლაც ყავს ჩვენებური ღორები და გადავწყვეტეთ უფრო დიდი ღორები რო შებეძინა და ამიტომ ვიყიდე თბილისიდან მოვიყვანე ესენი. პატარები რო იყო ისე 2 თვისანი არ იყვნენ რო ჩამოვიყვანე და კიდე უფრო იზრდებიან ისე. ეხლა 1 წელი დაამთავრა ზუსტად. წელიწადი და რაღაც დღეები. და უკვე ნამატი ყავს, ხო? კი, ნამატი და გოჭების გავყიდე. განსაკუთრებული მოვა პატრონობაც უსჭირდება. ჩვენებური ღორებისგან განსხვავებით. ნუ როგორც ასეთი თავისთავად ცოცხალი არსება არის და ამას საჭირდება მოვლა პატრონობა. როცა ჩამოვიყვანე მაშინ წამლები გავუკეთე და იმის შემდეგ არ გამიკეთებია. პროფილაქტიკის მიზნით ყოველთვის უნდა წამლები, ნემსების გაკეთება და ამისთვის აუცილებლად უნდა ყავდეს თუ ამის მოშენებას აპირებს პიროვნება ისეთი გამოსტილი ვეტექიმთან უნდა კონდეს ურთიერთობა რომ დროულად რომ მიხედო. რაც შეეხება საკვებს, ყოველთვის უკეთესი არის სიმინდი. და მე თვითონ შეგიძლია რომ ეს საკვები შექმნა წითელი სიმინდი, თეთრი სიმინდი, შეიძლება სოიო, შეურიო, არის ათასნაირი რაღაც ზესუმძირის ნარჩენებიო, ასეთი კიდევ გამიგია კახეთში არის უფრო მეტად. თუ ამ საქმით დაინტერესდები, თვითონ შექმნი ზანგაი საკვებს. და პირდაპირ ახლა ნაყიდი ქატორო აჭამო, მაინც და მაინც კაი შედეგი არ ექნება. ეს საკმაოდ მშვიდი არის, ხო? კი, რა თქმა უნდა, თქვენ უცხო ბრძანდებით მისთვის, მაგრამ შეგიძლიათ მოეფეროთ. განსაკუთრებით, როცა საჭმელ ჭამს ღორი, აგრესიულობას ავლენს, ასე გაუგია ყველას, მაგრამ პირიქით. მოგხსნათ ჩვენთან მოდიათ. მოდი. აი, გიჯერებს ხო ხედავ. მოდი აბა მოდი. ო. აბა მიდი. მიდი ახლა შვილებთან მიდი. 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 აი ეს. მიდი. აი ეს. აი ასეთი დამჯერი ღორი ყავს.
ისე მართალი გითხრათ, ბატონ დავით, ღორი საერთოდ ტალახთან არის ასოცირებული. როგორც კი ტემპერატურა მოიმატებს, ღორს უნდა ტალახი, წყალი უნდა, მაგრამ აუცილებლად მაინც და მაინც ტალახი არ არის აუცილებელი. თუ პირობებს შეუქმნის, ძალიან სიამოვნებით ჩაწვება იმ სუფთა წყალში, მაგრამ ერთი ის არის, რომ ან ტალახი და ან ის სუფთა წყალი კიდევ შემთხვევაში თუ დააკლდება სიცხის პერიოდში, შეიძლება ამის გამოც მოგდეს ღორი. ბევრი არა მყავს აქ და შედარებით კი ვიცავთ ჰიგიენას სუფთავებს, მაგრამ მიხედვა თავისთავად უნდა, ეხლა ღორს ხო იცი თავისთავად არ შეუძლია მისი გაკეთება, ადამიანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი და მათი ჯანმრთელობაც უკეთესი იქნება თავისთავად, როდესაც მიხედავ. ფერმერის დღიური. მე რო ვიყიდე გოჭები თბილისში, იქ 14 ყავდა იმას. მერე მეორე დრო მოიგო იმ ღორმა დაყარა გოჭები 21. როგორც ასეთი 13-14 არის ნორმალური. აი ამ ღორისთვის. მე ვხედავთ პატარა გოჭუნებს, ესენი რა ხნის არიან? ესენი არიან 45 დღისანი ახლა და დედაღორებს მოვაშორე ესენი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, საკვები რამდენიც გინდა მისცე, მაინც ასეთი დიდი გოჭები რო ყავთ, მაშინ სუსდებიან დედაღორები. ბატონ დავით, საიდან დაიწყო თქვენი ბიზნესი? აი პირველად რამდენი წლის უკან დაკავდით ამ საქმიანობით და რამდენი სულით დაიწყეთ საერთოდ? ნუ ახლა რაც მახსოვს საერთოდ ჩვენ ოჯახში ყოველთვის ყავდა ღორები, მაგრამ ასეთი ჯიშის უკრაინული და რაღაც სხვადასხვა ჯიშის ღორები არ ყავდა რა. 2-3 ზოგჯერ ერთი ყავდა ჩვენებური ჯიშის და აქედან ნაცნობია ეს საქმე ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის და ვიფიქრებ ჯიშიან ღორებზე გადავალთ და შეიძლება უფრო მომგებიანი საქმე გახდეს და აი ამ მიზნით შევიძინე 5 ღორი. ახლა ეს არის პირველი ნამატი, გავყიდე და წაიყვანეს ეს გოჭები. ისევ საჯიშოდ, კარფასებში გავყიდეთ ის გოჭები. თუ რა თქმა უნდა საკვებს არ მოაკლებთ, კარგი მოვლილი გოჭი 30-35 დღეს დაამთავრებს და ჩვენებური ღორის გოჭი 2 თვე 2 ნახევარი რო დაამთავროს, ისეთი ფორმა აქვს და სახე აქვს და ამიტომ თავისთავად უფრო მიმზიდველი არის ამ ხრივ. საინტერესოა ბატონ დავით, ჩვენი ქართული რაც საქართველოში გავრცელებულია ღორი და ვთქვათ აი ჯიშიანი უკრაინული ღორებს შორის თუ არის რაიმე განსხვავება მოლაპატრონობის მხრივ? Ну, მე ვფიქრობ, რომ არანაირი რა გაგებით ახლა ჩვენი ღორები უფრო შეიძლება მიჩვეული არიან უფრო უპატრონობას, რომ გაუშვებ გარეთ და თუ რამე თვითონ იპოვეს, მშიერი არ კვდებიან. თუ უკეთესად მოუვლი, მაშინ თავისთავად ჩვენებური ღორებიც არ არიან ცუდები, მაგრამ ესენი ტანით, წონით, ახლა მე გეტყვით, რომ 7 თვე დაამთავრა ამ ჯიშის ღორმა და იყო წონა, ხორცი, სუფთა ხორცი იყო 100 კილო. თუ ამ კუთხით მიუდგებით 7 თვე ახლა ჩვენებური ღორი რამდენიც გინდა აჭამო, დღე და ღამე მაინც ვერ მიაღწევს ასეთ წონას და ამიტომაც არის საინტერესო ჯერ ერთი ამ ხრივაც არის საინტერესო, მეორე მხრივ მე ხა ამათ ვაჭმე 2 კილოზე მეტი, ეს ყველაზე დიდი ვერ ვაჭამე ასე რომ ვთქვათ მეტი. რო შეგეძლოს ყველაზე კარგი გამოკება მათი იქნება, ჩემი აზრით 2 კილო ნახევრამდე. მაშინ იქნება უმაღლეს დონეზე მოვლილი. დღეში რამდენი ხანში ერთხელ აჭმევთ? თავიდან რომ მოვიყვანე, მაშინ უფრო პატარები რო იყვნენ, უფრო მეცოდებოდა თავისთავად და დღეში 3 ჯერ ვაჭმევდი. შეიძლება 4 ჯერ კიდევ, მაგრამ რო გაიზარდნენ დილას აღამოს. ჩანაცვლობა თუ ხდება მწვანე საფარი, თქვათ მინდორში თუ გაუშვებთ ხოლმე. ეხლა მე როგორც ხედავ სოფელში ვცხოვრობ და როდესაც ამისი შესაძლებლობები გვაქვს, რო გაუშვათ ახლა ის ღორი აქვს, როგორც საქონელი ძროხა ისე ბალახობს. ბატონ დავით, თქვენს ფერმაში საკმაოდ საინტერესო სურათი დაგვხვდა, როდესაც მოვედით. თითქმის ყველა ასაკის გოჭი თუ ღორი ბინადრობს. როგორ ახერხებთ აი ამათ განლაგებას, ამათ გადანაწილებას და საერთოდ მოვლას? ნუ ეხლა როგორც ხედავთ, აი ეს ოთახებად არის დაყოფილი, თვითონ ღორებიც მიეჩვივნენ ახლა. თავიდან ჩვენ მივაწერეთ ღორებს, შევღებეთ, ყველა თეთრები იყო და 2 დღის შემდეგ თვითონ მოდიოდნენ, რომ შემოუშვებდით აქედან, თვითონ შედიოდნენ, ირჩევდნენ თავიანთ ოთახებს. მეორე ოთახის კარი რო გაგეღო, იქ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა, იქ უნდა შევიდოდა და გოჭები რაც შეეხება, კი ესენი უფრო დიდები არიან, 42 თვის არ არიან ჯერ და კიდევ ერთი კვირის არიან, აქეთ რო არის ის გოჭები კიდევ. ეს არის 50 თვის. ესეთი დიდია უკვე 2 თვის? კი და ეხლა დედას რომ მოვაშორე, ცოტა დაიკლო. რა პერიოდიდან, რა ასაკიდან ხდება გოჭის რეალიზაცია? როცა ბაზარში გასაყიდად გინდა ვთქვათ სიტყვაზე, მაშინ რა აზრი აქვს ამათ ჭამს თუ არა ჭამს, მაგრამ როცა საჯიშედ უნდა პიროვნებას, მაშინ ჭამა უნდა იცოდეს რა კარგად და აი ასეთ შემთხვევაში და ყველაზე დიდი 40 დღე. შემფულს რო იღებ და იმას რო აძლევ, ისიც ხო უნდა გინდოდეს, რომ იმანაც რო გაზარდოს და სარგებელი ნახოს და ამიტომ 2 დღით და 3 დღით რო დაიწყოს ჭამა, მაშინ რომ ისე ცოდვა იქნება ის პიროვნება, იმიტომ რომ კარგად არ ჭამს და როცა 10 დღე უკვე საჭმელს ჭამს გოჭი, მაშინ უკვე იცის, რომ ამით უნდა იკვებოს და მიჩვეული არის უკვე და ბაზარში ამ ჯიშის გოჭები შეგიძლია გაიყვანო 30 დღისანი კიდევ, თავისუფლად გაყიდი ამას. ნუ ეხლა გააჩნია ყოველთვის 100 და 200 ლარი არ იქნება ფასი, მაგრამ ბაზარში რამდენად
გადახედის? რა არის საშუალო ფასი ერთი ცალი გოჭის? ყოველ დღე ფასი იცვლება თავისთავად და ჩვენებური ღორის გოჭები რო წაგვიყვანია 100 ლარადაც გაგვიყიდია 80 ლარი 70 ლარი ზოგიერთები ამბობენ რომ 15 ლარი ღირდაო ბაზარში გოჭიო და კი ფასმა დაიკლო მაგრამ კარგად გაზრდილი გოჭი 15 ლარი არასდროს არ იყო კარგი გოჭი კარგი ფასი აქვს როდესაც კაცი შეხედავს და როგორ ჭამო ესო რო იტყვის მაშინ რა თქმა უნდა ფასის ნაკლები არის და რა შეიძლება საჯიშეს აი წყვილს დედამამალს რამდენად ყიდით გავყიდე ახლახან გუშინწინაც 150 ლარი დამიტოვეს წალენჯიხის რაიონიდან ადრე გოჭებიც არ იყო დაბადებული ისე და 4 წაიყვანეს იმათ მაგრამ საჯიშედ უფრო მეტი ფასი აქვს თავისთავად ახლა და ბაზარში როგორც ვთქვით ისე ხან მეტია ხან ნაკლებია და თუ არის რაიმე განსხვავება მაგალითად ბაზარზე გასაყვანს და საჯიშეს შორის დედაღორებიც ადრე რო გაანთავისუფლო ამიტომ კარგად მოვლილი გოჭები შეგიძლია გაიყვანო 30 დღისანი 10 დღით შრომაც ნაკლები გექნება თავისთავად და დედაღორების თავისუფლები იქნებიან. ამოისუნთქავენ რა თქმა უნდა. ამით არის უფრო მოგება. აღმოსავლეთიდან რომ მოდიან, უფრო დიდებს ყიდულობენ. ჩვენი კუთხის ხალხი, სამეგრელოს ხალხი უფრო პატარებს ყიდულობენ. ოღონდ გოჭი უნდა იყოს კარგი თავისთავად. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მაგისი გაყიდვა და ბაზარში ჩახედული კაცი ამჩნევს, რომ პატარებს უფრო მეტი ფასი აქვს და რადგინდა ეს რომ დიდი გაზარდო, როცა იგივე ფასს იღებ პატარისგან. ეს არის ისეთი პროცესი, რომ შენ უნდა არჩიო, შენ უნდა იფიქრო და როცა ჩართული ხარ საქმეში, უკეთესად ერკვევი ამ საქმეში. მოდით მოგებაზეც ვისაუბროთ. რამდენად მომგებიანი ბიზნესია? ერთი ქართული ფილმი მახსენდება, ორი მომგებიანი მაშინ არისო, როცა იაფი გიждდებაო, მისი შენახვაო და ეს 100-ა სინამდვილეში, მაგრამ სადაც 2 კილოს ჭამს ღორი 200 გრამი რო აჭამო, მომგებიანი რა თქმა უნდა არ იქნება, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ მოიგებ იქიდან. შენ თუ გინდა მოგება მაშინ ღორცაც უნდა აჭამო და მე მოგცემს მოგებაზე. მომგებიანი არის სინამდვილეში, არის. მე ბაზარში მაგალითად მივდივარ, ყიდულობ ეხლა დღევანდელი ფასები რო ვთქვათ, სიმინდს 8 ნახევრად. საფურაჟე სიმინდი უფრო იაფი დაგიждდება და თანაც როცა გინდა ეს 1 ტონა, 2 ტონა ამისი ფული როცა გაქვს, წახვან მით უმეტეს მე მანქანა მყავს, ვთქვათ აბაშაში წავალ, სენაკში წავალ, თუ გინდა სამეგრელოს სოფლებში გავალ და იქ ოჯახებიდან აბარებენ ზუგდიდში, სადაც მე 8 ნახევრად ყიდულობ იმ სიმინდს, 7 ნახევრად ხობის რაიონში მოგეხსენებათ ამისი ტერიტორიები არის და უფრო იაფად იშოვის და როცა ამ ბიზნესში ჩაერთობა ადამიანი ხო იმაზე უნდა იფიქრო, სად უფრო იაფად იშოვი ამ საკვებს. და მომგებიანი აქედან ხდება თუ ბაზარში თუ იყიდე ეს ყველაზე ძვირად ყოველთვის მაშინ შეიძლება დიდი მოგება არც დაგვრჩეს. თუმცა სოფლის მაცხოვრებელი, სოფლის ფერმერი ალბათ უფრო ადვილადაც გამოკვებავს, რადგან საკუთარ სახლში მოიყვანს, საკუთარ ეზოში მოიყვანს ემიც და კი, ესეც შესაძლებელია 5 ტონა, 6 ტონა საკუთარი სიმინდი რო კონდეს, თავისთავად უფრო მეტი მომგებიანი იქნება და უფრო ღირდეს იქნება. თუ ამისი შესაძლებლობები სოფელში არ აქვს და მიწები არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკიდი სიმინდით და საკვებით წაგება იქნება, არა. მაინც მოგება იქნება, მაგრამ ამას დარეგულირება უნდა, როგორც ვთქვი ისე, რომ ნორმალურ დროს, ნორმალურ ფასადრო შეიძინოს საკვები. ფერმერის დღიური. როგორ ხდება საღორი? საერთოდ გომურის მოწყობა აქვს თუ არა მნიშვნელობა, სად არის მოთავსებული დიდი ღორი, სად არის მოთავსებული გოჭი? კი, როგორ არა. ეხლა ეს მე გავაკეთე სასწრაფოდ ბელარუსიაში ვიყავი და იქ მინახია ჩვეულებრივად კაზარმაში შედიხარ, ის უნდა იყოს დიდი, წელში გამართული რო კაცი რო შევა ისეთი და იქ საკმაოდ დიდი ტერიტორია უნდა ქონდეს, მაგალითად ერთ დედაღორს ყველაზე ნაკლები უნდა ქონდეს 7 კვადრატი. ყველაზე ნაკლები, იმიტომ რომ იქ გოჭებიც ეყოლება მას და ამიტომ 7 კვადრატზე ნაკლები არ შეიძლება. ვერ მოთავსდებიან როგორც საჭირო არის ისე. ეს იქნება საუკეთესო. როცა რამოდენიმე ღორი ყავს, შიგნით არ უნდა შედიოდე, არც წყლის მისაცემად და არც საკვების, არამედ გარედან შეგიძლია საკვების დაუყარო და წყალიც მისცე. გაგიადვილდება სამუშაო და აი ასეთი სახით უნდა გაკეთდეს. თუმცა თქვენი საღორი საკმაოდ მოწესრიგებული და სუფთა. როცა ყოველ დღე მიხედავ, მაშინ ეს სუნიც არ გროვდება. ეს ღორები არ არიან მიჩვეული ისე, თუმცა მიეჩვევიან თუ მიაჩვევ, მაგრამ არ იქნება სასიამოვნო რა თქმა უნდა და მე რო გეუბნებოდით ისეთი სახის საღორეს რო გააკეთებ, აქაც სისუფთავეს ვიცავთ, მაგრამ იქ დილა საღამოს უნდა გაირეცხოს ის საღორე. ბატონო დავით, ამ ბოლო პერიოდში გავრცელებული თემაა ღორისჭირი. აი თქვენ როგორ ახერხებთ თქვენი ღორების მოლაპატრონებას? განსაკუთრებული მე არაფერი არ გამეკეთებია, რომ შეინარჩუნო ეს ღორები, ამისთვის საჭირო არის სუფთა საკვები, სუფთა ადგილი, სუფთა წყალი და მოვლა. და თუ ეს ჭირი მოვიდა, მაშინ ვერსად ვერ გაიქცევი, მაგრამ მინიმუმამდე გექნება დაყვანილი ეს საშიშროება, როცა ასე მოვიდა. კიდევ ერთი გამომრჩა, სხვა გარეშე ღორებს არ უნდა დაუკავშირდნენ ეს ღორები. ან თქვენთან ღორის დაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ადრე რომ ხავდა იზღორებიც არ მომდარა ჩვენთან და ესენი განსაკუთრებით და ეხლაც მესმის მე დარჩელშიო ხან წალენჯი ხაშიო რა ვიცი ახლა ხმები არის ზუსტად არ ვიცი ზოგი ამბობს აგერ რუხის იმ კუთხეშიო ორებიო გაწყდაო ჭირის გამო და შეიძლება ასეც არის მაგრამ მე ვფიქრობ რომ წამალი თუ არ არსებობს საუკეთესო წამალი ეს არის სისუფთავის დაცვა და იზოლირებული იმ გაგებით რომ სხვა ღორებთან კავშირი რო არ ქონდეს დაგემშვიდობებით ბატონო დავით ნამდვილად თქვენ ღორებს ისეთი საუკეთესო მოლაპარაკებები აქვს თქო ორკესტრი თუ სჭირდება გაიხარეთ წარმატებები დიდი მადლობა ნახვამდის დიდი მადლობა ნახვამდის გაიხარეთ თქვენც პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი მედია ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.